ახლა თბილისის დროით 11 სუკლია 20 წუთი, შესაბამისად მოსკოვის დროით ჩვენ შორის 1 საათია სხვაობა, 10 სუკლია 20 წუთი. დაახლოებით 3 საათის წინ გაიზმორა, მეთქი ვერ ვიტყვი ასე, მაგრამ ადგა, გამოიძინა და ადგა და ისაუზმა კიდეც პრეზიდენტმა პუტინმა. პრეზიდენტი პუტინი ადგა, ისაუზმა კიდეც რას ჭამს საუზმეზე, ინტერნეტ ქსელში გავრცელებულია ინფორმაციების თაობაზე, რომ მას ძალიან უყვარს თურმე საუზმეზე ბრინჯი, მეორე დღეს თურმე წიწიბურა, ყოველ დღე თურმე ხაჭოს თაფლში გაზავებულსა და კიდევ რაღაცა ხილით გაზავებულ ხაჭოს ჭამს, ხეთქავს და ეგრეთ წოდებულ ფრეშს, ანუ ნატურალურ წვენს ამგვარად ცხოვრობს. ეს დაახლოებით 7:30-ზე მოხდა. დაახლოებით 7 საათისთვის მას უკვე მოახსენეს იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა წუხელ, ანუ ვიდრე ეძინა ფრონტის ხაზზე. უკრაინაში, რუსეთში, რამ შეტევა ხო არ განუხორციელებიათ უკრაინელებს რუსეთის სიღრმეში, მას ჰქონდა უკვე პირველი ესეთი ლიტუჩკა, როგორ არის ქართულად, სახელდახელო სასწრაფო თათბირი გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან დღის განმავლობაში ბუნებრივია მათ რამდენიმეჯერ გაესაუბრება, მას მოახსენებენ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, ის გასცემს შესაბამის ზეპირ ან შესაძლოა წერილობით განკარგულება ბრძანებებსაც და ასე შემდეგ, მას ექნება კაბინეტის მინისტრთა კაბინეტის, მიშუსწინის კაბინეტის წევრებთან შეხვედრა, თან ჯგუფურად, თან ინდივიდუალურად. ის გარკვეული ალბათობით შეხვდება ჟურნალისტებსაც, შესაძლოა ბრიქსის წევრი სახელმწიფოს რომელიმე ლიდერთან სატელეფონო საუბარიც არის დაგეგმილი, შესაძლოა შეხვდეს, არ ვიცი, დუმის წარმომადგენლებს და ასე შემდეგ, მედვედევი, ლავროვი, მიშუსწინი, ბორტნიკოვი, რა ვიცი, ვიღაცეები და დიმიტრიევი და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადი საფიქრალი პუტინისა რა არის, მეთქი დღეს რომ ვიკითხოთ ასე, მე გეტყვით რაც არის. აქსიოსის ინფორმაციით ტრამპისაგან უკრაინის შეერახსაიარაღებლად აგრესიული გეგმის გამოცხადებას მოელიან, რომელიც სავარაუდოდ შორი რადიუსის შეტევით იარაღს მოიცავს. დაფიქრდით და დაუკვირდით ამ სიტყვებს. აქსიოსი აღწერებს, კვლავ გავიმეორებ, ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დღეს გამოვა ტრამპი და მაღალზე გარკვეულზე მაღალი ალბათობით იტყვის, რომ უკრაინას გადასცემენ, უკრაინას შეერთებული შტატები გადასცემს შორი რადიუსის შეტევით იარაღს. შესაძლოა ეს ტრამპმა მაინც და მაინც დღეს არ გააკეთოს, შესაძლოა მისი განცხადება პირველი, ან ერთ-ერთი პირველი იყოს დაბალანსებული, არც თუ ასეთი აგრესიული ან ამ საკითხს სულაც არ მოიცავდეს, მაგრამ პუტინი უთუოდელოდება დაახლოებით საღამოს 9 საათს მოსკოვის დროით და განცხადებას ვაშინგტონიდან ტრამპმა აყიდა კიდეც, რომ ორშაბათს ის იტყვის მძიმე და გადამწყვეტ სიტყვებს რუსეთთან დაკავშირებით. მეორე ინფორმაცია არის იმის თაობაზე, რომ ტრამპი გადასცემს უკრაინას პატრიოტის სისტემებს. საუბარია, უკრაინას სულ სჭირდება დაახლოებით 12-13 ბატარეა და საუბარია შეერთებული შტატების მხრიდან, მოდი ასე ვიტყვი, შუა ნორვეგიისათვის, შუა მავლებისათვის, ნორვეგიისათვის, დანიისათვის, გერმანიისათვის პატრიოტის სისტემის გადაცემაზე. უკრაინას აქვს უკვე თუ არ ვცდები 5 პატრიოტის სისტემა, 7 უნდა გადასცენ, საერთოდ 10-ზეა საუბარი, 12 თუ 13-ია მისი საჭიროება და თუ მას 5 აქვს და 10 გადასცემენ, ან თუ მას თუ 5 აქვს და აქვს ნამდვილად და 7 გადასცემენ, მას საკმარისი რაოდენობით პატრიოტის სისტემა ექნება, რაც პრაქტიკულად განაპირობებს ცაში მის დომინაციას, აქვე რო ვთქვათ. ტრამპის მარჯვენა ხელი ზედა პალატაში ლინსი გრემი სხვებთან ერთად, რა საკვირველია, ამბობს, რომ ტრამპიო ძალიან გაბრაზებულია სწორედ პუტინზეო, ხვალ მისი განცხადება, ანუ დღეს მისი განცხადება, ეს არის გუშინდელი განცხადება ლინსი გრემისა, ხვალ მისი განცხადება ძალზედ აგრესიული იქნებაო. დაუბრუნდეთ პირველ სიტყვას, აქსიოსის გავრცელებული ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გარკვეული ალბათობით შორი რადიუსის შეტევით იარაღსაც მოიცავს ამერიკის მორიგი დახმარება უკრაინისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას აღარ გაუჭირდება, არც ახლა უჭირს, მაგრამ ახლა მაინც უკრაინა რუსეთს სიღრმეში უტევს საკუთარი დრონების საშუალებით.
მერე უკვე თუ ეს ასე მოხდა, უკრაინას აღარ გაუჭირდება სარაკეტო იერიშების მიტანა ურალს იქით რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, უნიკალური პატრიოტი ხო უნიკალურია, მაგრამ უნიკალური ომია იმ თვალსაზრისითაც, რომ კურსკის მაგალითზე ვიტყვი, ოკუპირებული რო აქვს ტერიტორიები იმ ქვეყანას თავად მოახდინა ამ ქვეყანამ ოკუპირება ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიების, ანუ კურსკი დაიპყრო, კურსკი აიღო, კურსკის ნაწილი მოდი ასე ვთქვათ, იმ ქვეყანამ, რომელსაც თავად აქვს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის მხრიდან. განვაგრძოთ ლინცი გრემი ვახსენეთ და ისევ ლინცი გრემის უნდა მიუბრუნდეთ. მოველი ამბობს სენატორი, რომ უკრაინისათვის მომდევნო დღეებში რეკორდული რაოდენობის იარაღის ნაკადს დაინახავთ უკრაინაში პუტინის ომის კუთხით თამაში იცვლება. ეხლა მე სხვაგვარად დავსვავ კითხვას, წარმოიდგინეთ, რომ გასული წლის ნოემბერში გაემარჯვა კამალა ჰარის ან აგვისტოში თუ ივლისში თუ არ ვცდები, პრეზიდენტ ბაიდენს არ მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა, პრეზიდენტ ბაიდენს, რომელსაც ბევრი რამ აქვს გაკეთებული უკრაინისათვის და უკრაინა რო გადარჩა პრეზიდენტ ბაიდენის დამსახურებაც არის და იმ დახმარებებისა, რომელიც მიიღო უკრაინამ წლების განმავლობაში, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ამ ასაკიან პრეზიდენტს არ მოეხსნა კანდიდატურა ან მოეხსნა და გაემარჯვა მის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარის. რა იქნებოდა დღეს? დიახ, ტრამპი ჩვენ შეგვიძლია ვაკრიტიკოთ 24 საათში 48-ჯერ. მისი იმ ამბივალენტური თავდაპირველად ყოველ შემთხვევაში განცხადებების გამო, რომში ვატიკანში შეხვედრამდე ის ამბივალენტური განცხადებებით გამოირჩეოდა, ვაკრიტიკოთ შეგვეძლო გვეკრიტიკებინა 24 საათის განმავლობაში 48-ჯერ, ანუ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, მაგრამ აქ იკითხავთ, რომ ვატიკანის შეხვედრის შემდეგ ზელენსკისთან ის ჩემი აღქმით და არა მხოლოდ ჩემი აღქმით არსებითად შეიცვალა და ის გახდა გაცილებით მეტად პროუკრაინელი, ვიდრე მისგან ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა. აი ხა რო ყოფილიყო კამალა ჰარისი უბრუნდები იმ კითხვას, რასთან გვექნებოდა, რა რეალობა იქნებოდა მოცემულ ეტაპზე. კამალა ჰარისი ტრამპისაგან განსხვავებით იქნებოდა უკვე ჩასული მაღალი ალბათობით უკრაინაში და ექნებოდა გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები, რომლებიც ჩვენს და უკრაინელებსაც პირველ ყოვლისა ცხადია უკრაინელებს გულს მოფხანდა. ბევრი ილაპარაკებდა, რომ აი რა კარგია, რომ სწორედაც რომ კამალამ გაიმარჯვა და ტრამპი არ დაბრუნდა, იმიტომ რომ ტრამპი არ იქნებოდა უკრაინის მხარდამჭერი და ჩვენს დავიჯერებდით ამ აღმოჩნდა ახლა უკვე ვხვდებით რომ ამ ბოდვას. იმიტომ რომ ტრამპი იცით თქვენ უკვე აპრილის 26-დან და დღეს ჩათვლით არის უაღრესად პოზიტიურად განწყობილი უკრაინის და შესაბამისად ნეგატიურად განწყობილი რუსეთის მიმართ, რომლის ლიდერიც ტრამპმა აღმოაჩინა და ჩვენ კი ვიცოდით, რომ მას ტკბილ და თბილ სიტყვებს კი ეუბნება, ასე მაგალითად ეუბნება სიტყვებს, რომ ომი უნდა დასრულდეს, სასაკვირველია, მაგრამ როგორც კი ამას ამბობს, მეორე დღეს მისი რაკეტები მიფრინავენ ხარკოვის, სუმის თუ კიევის მიმართულებითაც. კი. ტრამპისაგან განსხვავებით კამალა ჰარისი ან ჯოზეფ ბაიდენი იქნებოდნენ უკრაინაში ჩასული, ან შეიძლება არც, მაგრამ იქნებოდნენ აუცილებლად ჩასული რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში, რომელიმე ევროპული სახელმწიფოს დედაქალაქში, ასულები იქნებოდნენ ტრიბუნასთან თუ ტრიბუნაზე და ნათქვამი ექნებოდათ იმგვარი სიტყვები, რომლებსაც გულის მოფხანვის სიტყვები უნდა დავარქვათ ახლა და სხვა არაფერი. ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, იქნებოდა ეს სადღე გრძელოები, ასე უნდა ვთქვათ, მაგრამ მეორე მხრივ არსებითი დახმარება, ან იმის გამო, რომ სენატსა თუ კონგრესში დაპირისპირება ექნებოდათ მათ დემოკრატებს, რესპუბლიკელებთან, იმავე ლინცი გრემთან და მის ჯგუფთან, მკვდარი წერტილიდან დაძრული არ იქნებოდა დახმარებები, არა, დახმარებები მკვდარი წერტილიდან დაძრული არ არის ახლაც თითქოს, მაგრამ მეორე მხრივ ტრამპმა უკვე საკუთარი ბიუჯეტიდან 300 მილიონზე მეტი გამოყო უკრაინისათვის და რაც თავარია მისცა ნებართვა იმასთან დაკავშირებით, რომ დარჩენილი ბიუჯეტი, რომელიც უკრაინისთვის იყო განსაზღვრული ბაიდენის დროინდელი თითქმის 4 მილიარდია ლაპარაკი, ის გადაეცეს უკრაინას. ტრამპი ისევ პუტინი ლამაზად, აკი რაც გითხარით, იმაზე გავამახვიდებ ყურადღებას, პუტინი ლამაზად ლაპარაკობს და მერე საღამოს ყველას ბომბავს, მაგრამ აქ პატარა პრობლემაა და აი ეს წინადადება, რომელიც ბოლოს წარმოთქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, ყველაზე საყურადღებოა ჩემი აზრით. აქ პატარა პრობლემაო, დიდი კი არაო, პატარა პრობლემაო. მე არ მომწონს ამბობს დონალდ ტრამპი და აქვე რაღაცა მე ხომ მკითხულობდი ამ ლინცი გრემისა თუ დონალდ ტრამპის
მოსაზრებებს კი რა წარმოთქმულ სიტყვებს და მე ხუცებს ეს სკროლვაში აი ეს ჩამომიწერია ეს არის ისიც ხო ეს რაც არის ეს არის ის რაც მამაც დაამთავრა ირანის ბირთვული პროგრამა ეს არის B2 სპირიტი უმძლავრესი ავიაგამანადგურებელი ამერიკის შეერთებული შტატების შეერაღებაში არსებული და მე გუშინ იყო თუ გუშინ წინ წავიკითხე ესეთი მოსაზრება და ჩამოვწერე ალბათ ამიტომ ჩამოვწერე სიმართლე გითხრათ რომ ხო მეგობარ ხა გამახსენდა მეგობარს რა არისო მანაც წაიკითხა ეს სპირიტიო და მანახე ფოტო ხო არა გაქვს მე ეს ფოტო ჩავუგდე და შესაბამისად ფოტო დარჩა ჩემს ტელეფონში და მე წავიკითხე მოსაზრება იმის თაობაზე რომ 2026 წლის თვის თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი და რუსეთმა არ დაიხია უკან და არ დაიხია უკან ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს Spirit B2-ის გადაცემასაც კი უკრაინისათვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ჩემი ხმარწმენით ხო პარებრო ვთქვათ ეხლა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რატომ არის ხო სხვა რამე რა არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში მე გეტყვით და გიამბობთ აი ნანა საჯაია ჩვენი პატრიელჩი მეთქი ასე ვიტყვი ნანიკო მოგესალმები ხო ჩვენი ელჩი არაფორმალური ელჩი არაფორმალური მართველი ჩვენი ნანა საჯაია სხვებთან ერთად ცხადია ბევრი ელჩი ყავს ჩვენ და ბევრი პატრიოტი მოქალაქე ყავს ვინც ცხოვრობს შეერთებულ შტატებში და ვინც მუშაობს შეერთებულ შტატებში და ვინც იღწის საქართველოსთვის შეერთებულ შტატებში ნანა საჯაია ამბობს სამ მოვლენას ველოდებით ამ კვირის განმავლობაში 4 დღეს დაიწყო პრეზიდენტმა პუტინმა გაიღვიძა პრეზიდენტი პუტინი ბუნებრივია ნერვიულობს იმაზე რა სიტყვის პრეზიდენტი ტრამპი მაგრამ არა მხოლოდ ამაზე ნერვიულობს და გეტყვით რატომ ვამბობ ამას ნანაწერს სამ მოვლენას ველოდებით ამ კვირას ოფიციალურად დადასტურებული არც ერთი არაა მაგრამ წყაროები ადმინისტრაციაშიც და კონგრესშიც და ნანას უამრავი წყარო ყავს უამრავი სანდო წყარო ყავს გვეუბნებიან რომ უნდა დაველოდეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას მე ამაზე ვისაუბრე უკრაინისათვის გადასაცემ იარაღის ნატოსთვის მიყიდვის თაობაზე მოდით ვიხდი ამ რაკურსით არ მისაუბრია ტრამპი მართლა შეწუხებულია ბევრი საკითხით იმის გამოც მათ შორის რომ გარკვეულ ელზე მაღალი ალბათობით კორუფცია მართლაც იყო ხალხო ეს არ დავმალოთ იმიტომ რომ სადღაც იარაღიან სადღა იარაღი არა იმდენად რამდენადაც დაფინანსება მიღებული გაცემული შეერთებული შტატების მიერ სადღაც იკარგებოდა არ მინდა თქვა რომ მაინც და მაინც რაღაც 70% მეთქი მაგრამ ესე 5-7%-ის ფარგლებში დაახლოებით ამას წერეთ ყოველ შემთხვევაში და ტრამპისთვის ეს პრობლემაა ტრამპისთვის ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის რომ ამერიკის შეერთებული შტატები კი უმძლავრესი სახელმწიფოა მაგრამ მისეული აღქმით ამერიკის შეერთებული შტატები აძლევდა უსასყიდლოდ დაფინანსებას და შეიარაღებას უკრაინას ხოლო ევროპა რომელიც ამბობს მეორე მხრივ რომ ჩვენ მექმნება საფრთხეო ის ან კრედიტში ან გრძელვადიან კრედიტში ან დაბალპროცენტიან ან თუნდაც უპროცენტო კრედიტში მაგრამ მაინც სესხად გადასცემდა ხოლმე თუ დაფინანსებას და თუ შეიარაღებას იარაღს უკრაინას სესხად შეიარაღებას არა სესხად უფრო დაფინანსებას იმიტომ იქ ახსოვთ ხო მაგალითად 2 წლის წინ ნახევრის წინ დაახლოებით ესეთი ამბავი იყო ევროკავშირმა იმსჯელა და გამოყო 50 მილიარდი დოლარი უკრაინისათვის სასაცილო თანხაა ახლა ეს დღევანდელი მდგომარეობით მაგრამ იმიტომ რომ 50 მილიარდი კი არა ათეულობით მილიარდზე ლაპარაკობს ლაპარაკობენ ცალკეული სახელმწიფოები ეხლა უკვე მაგრამ მაშინ იმსჯელეს იქ რაღაც უნგრეთის წინააღმდეგობა და აძლიეს უნგრეთის წინააღმდეგობა მე აღმოჩნდა რომ ეს 50 მილიარდი თურმე გადაჭიმული იქნება 5 წელიწადზე ანუ წელიწადში 10 მილიარდი და არ ყოფნის უკრაინას ეს თანხა. ამიტომ ტრამპმა მოიფიქრა, სწორი მოიფიქრა თავის ფინანსთა მინისტრ ბესენთან და რასაკვირველია სახელმწიფო მდივან რუბიოსთან ერთად, ფინანსთა მდივან ბესენთან და სახელმწიფო მდივან რუბიოსთან ერთად და სხვებთან ერთადაც დარწმუნებული ვარ, თუ მიაქციეთ ყოველდღება ბოლო პერიოდში ძალიან ჩაჩოჩებულები არიან ვიტკოფი და ჯეი დი ვენსი, ანუ ამ საკითხზე აღარ პოზიციონირებენ თავიდან ბოლომდე რუბიოს გადაეცა რუბიოს ბესენს და კიტ კელოგს გადაეცათ ლიდერობა ამ საკითხში რასაკვირველია ხსენებულ ლინცი გრემთან ერთად. მოკლედ, ტრამპმა მოიფიქრა და განაცხადება მიიღო ასეთი რომ ნატოს, რომლის წევრიც არის, გააზრდებინა ხარჯები, თავდაცვის ხარჯები 5%-მდე არის პრაქტიკულად ერთი სახელმწიფოს გარდა, პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო და თქვა რომ მეც ჩავდებ 5%-ს განა არა, ანუ ნატოს წევრი სახელმწიფოები უკლებლივ ყველანი ჩადებენ 5%-ს
უნგრეთის საკითხი არ ვიცი სიმართლე გითხრათ და ერთი სახელმწიფო კი ნამდვილად არ ზრდის 5%-მდე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს და ნატოს გადავცემ იმ იარაღს, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს, ოღონდ უკრაინისათვის. ნატომ უნდა გადასცეს მერე ეს იარაღი უკრაინას და ნანაც ამას წერს, რომ ამ თემაზე დღეს და ხვალ ვაშინგტონში იქნება ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტეო. ანუ მარკ რუტე უკვე ელაპარაკება ადმინისტრაციას იმაზე, რომ მომეცით იარაღი ამერიკამ უნდა მისცეს იარაღი, ნატო მიიღებს შეისყიდის, მოდი ესე ვიტყვი ამ იარაღს და ნატო უკვე გადასცემს იარაღს უკრაინას. ანუ როგორც იმ ნატოში, ვინც შეისყიდის, ამერიკის შეერთებული შტატებიც არის. ამერიკის შეერთებული შტატები და კიდე ბევრი სახელმწიფო ნატოს ბიუჯეტიდან იქნება ეს შესყიდული. მეორე ამბავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ან არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის სენატორების ლინცი გრემის და რიჩარდ ბლუმენტალის რუსული სანქციების კანონის დამტკიცება ცვლილებებით. ხო, ეხლა რა ცვლილებებია, ბარებ ვიტყვი. პრეზიდენტი ტრამპი ითხოვს, რომ გთხოვთო მე მომეცით ექსკლუზიური უფლება, რომ როცა ჩავთვლი საჭიროთ, მე თვითონ შევაჩერო ეს გრემის და ბლუმენტალის კანონი, რომელსაც იღებს ზედაპალატაო. და როგორც ჩანს, სენატში, კონგრესში მიიღეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ტრამპს მისცენ ამ კანონის გარკვეულ ეტაპზე შეჩერების შესაძლებლობა, უფლება თუ ის ჩათვლის საჭიროდ. ეს არის უნიკალური შემთხვევა, აქვე ვიტყვი, ამგვარი პრეცედენტი რამდენადაც მე ვიცი არ დაფიქსირებულა შეერთებულ შტატებში, ხო, თან შესაძლოა დაფიქსირებულა მეორე მსოფლიო ომის დროს. გადაწყვეტილებას მესამე, გადაწყვეტილებას სანქცირებული გაყინული რუსული მქონების აქტივების უკრაინისათვის გადაცემის თაობაზე. ეხლა აქ მნიშვნელოვანია, რომ აქ არ არის ლაპარაკი მარტო გაყინულ პროცენტებზე, ანუ გაყინულ აქტივებზე, რომელსაც პროცენტები ემატება, რაც ძირითადად ბელგიაშია თავმოყრილი. არამედ ლაპარაკია ძირთანხაზე. და ამასაც ველოდებით, მე სიმართლე გითხრათ, ამასთან დაკავშირებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, არ მგონია, რომ ეს სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება, თუმცა ევროპასა და ამერიკაში და როგორც ამბობენ, დაახლოებით 350-400 მილიარდია რუსული აქტივები. ოღონდ მე აქ ალგორითმი აქ ვლაპარაკობ ფულად აქტივებზე, რომლებიც თავისუფლ პროცენტებს წერენ და ეს უკრაინის ამ თანხის უკრაინისათვის გადაცემის თაობაზე ველოდებით სიახლეებს ამ კვირის განმავლობაში მაინც და მაინც დღეს არ მიიღოთ ხედულობაში ნერვიულობს თუ არა პუტინი კიდევ ერთხელ დაუბრუნდოთ ამ საკითხს კი ის შეხვდა ლავროვს მიშუსტინს გააღვიძეს ლოთი მედვედევი მიათრიეს პუტინთან რასაკვირველი ასე ხო გაიზმორა მე რაღაცა ახლა უკვე ეხლა ესე იგი დაახლოებით 2 საათში მას ეგრეთებული ლანჩი ელის ხო თლაცადილი არა ხო რა უყვარს ლანჩზე ხან უღარ დამაძებნინებთ გემუდარებით არ შემილია და ასე შემდეგ მაგრამ პუტინი ნერვიულობს პირველ ყოვლისა იმაზე და გამადიდებელი შუშით აკვირდება და აქვს ინფორმაცია ბუნებრივია რომელ საათზე აპირებს პრეზიდენტ ტრამპი გამოსვლას გამადიდებელი შუშით აკვირდება ვაშინგტონს და ფიქრობს სხვებთან ერთად FSB-ს წარმომადგენლებთან ერთად, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეო დაზვერვის წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად, მაგრამ უფრო თავად ფიქრობს, რომ მე მოვახვიოს ეს საკუთარი აზრები დანარჩენებს თავზე, როგორ უპასუხოს ტრამპს იმავე დღეს არ დღესვე, ან მაქსიმუმ ხვალ. თუ ტრამპი იტყვის მკვეთრად, კაცრად და ანუ იმას იტყვის, რასაც გვიანონსებენ, რას გვიანონსებენ? ხო, ვიდრე ტრამპი რას იტყვის იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ანუ ანონსზე. მანამდე ვიტყვი, რომ რას გვიანონსებს ლინცი გრემი. ლინცი გრემი გვიანონსებს, რომ კანონი, რომელიც დამტკიცდება ამავე კვირაში მაღალი ალბათობით, ამ კანონის მიხედვით და სანქცირდებიან ის ქვეყნები და იმ ქვეყნების სტრუქტურები და კერძო ბიზნესები, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ ნავთობითა და ბუნებრივი აირით. და თუ ვაჭრობენ, შესაბამისად ამ ქვეყნის ყველა კომპანიას, ამ ქვეყნებში არსებულ ყველა კომპანიას 500%-იანი ტარიფები დაეკისრებათ, ჩვენზე ეს ვრცელდება. პარები ვიტყვი, მე მithქვამს კიდეც, ვინც კი დაბე თოჯინას აკეთებს მეთქი, მაშინ თოჯინა ავიღე ხელში და ხალს ავიღებ. უგნებოდ ჩემი კალიშვილის, უმცროსი კალიშვილის თოჯინა, ვინც კი ამას აკეთებს და შეერთებულ შტატებში ექსპორტით ჩააქვს, მას დაეკისრება 500%-იანი პოშლინი, როგორ არის? ტარიფები დასახადები ტარიფები. ჩვენს გვეხება და ლინციგრების კანონი ამას მოიცავს, მაგრამ ტრამპი კიდევ უფრო მეტ სანქციებს გულისხმობს რუსეთისათვის და სანქციების პარალელურად გულისხმობს ანუ ინდივიდუალური სანქციები, სახელმწიფო სანქციები,
ჩრდილოვანი ნავთობის ფლოტის წინააღმდეგ სანქციები და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ გულისხმობს თავარ და გენერალურ სიტყვას. უკრაინა არ დამარცხდება. უკრაინა შეიარაღდება. რაღაცა პუტინმა ვერ გაიგო, ვერ შეირგო ის, რასაც ჩვენ თავაზობდით პრეზიდენტ ტრამპის ოვალურ კაბინეტში შესვლიდან მალევე იმ დღეებში და იმ თვეებში აპრილის 26-მდე თავაზობდით რომ არაპირდაპირ რომ უკრაინის ნაწილს გააკონტროლებს რუსეთი, ოკეი, იქ ჩადგება შუაში ჯარი, სამშვიდობო ჯარი, ევროპელები დააკომპლექტებენ, ჩვენ რაღაცა წავალთ პრინციპში აი იმაზე რომ უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე იყოს არჩევნები, ზელენსკი წავა, ოკეი, და ასე შემდეგ ყველა ფერზე მოვდივართ. ოღონდ ახლა შეწყვიტე გემოდარები, დაბომბვები, მკვლელობები, განადგურება უკრაინისა. Ragai ეს ვერ შეირგო სხვა სიტყვის თქმაც მინდა და უბრალოდ არ მინდა რომ მეტისმენად ბილდ სიტყვა ან საერთოდ ბილდ სიტყვა ვიტყო, ხო? Ragai ეს ყველაფერი ვერ შეირგო პუტინმა. მე უკვე მიაქციეთ ყურადღება, აღარც უკრაინის ეგრეთ წოდებულ გაყოფაზეა საუბარი. ეს ნათქვამი აქვს კიტკელოქს, მე კი გამოასწორა თქვა რომ სხვა რამე ვიგულისხმეო, მაგრამ იქ ზონების კონტროლი იგულისხმებოდა პრინციპში. აღარც ზელენსკის წასვლაზეა საუბარი. აღარც იმაზეა ბოლო პერიოდში საუბარი რომ უკრაინა ნატოში ვერ შევა ბოლო 3 კვირაა დაახლოებით 10-საც მე ვადევნებ თვალყურს ამონიტორინგებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ახლა ლაპარაკი ერთადერთ თემაზეა შეიარაღდება უკრაინა წველი სურვილი მაქვს ვილაპარაკო საქართველოზე და გამოპუტინებულებზე ამ ჩემი მონოლოგის დასასრულ მაგრამ არ ვილაპარაკებ ამათ გონიათ არა ამათ გონიათ არ ვილაპარაკ ვიტყვი ორ სიტყვას ამათ გონიათ რომ გადარჩებიან ამათ გონიათ რომ ამათთვის არავინ არ მოიცნის ამათ გონიათ რომ პაპუაშვილის და უпроსტად FSB-ს მოფიქრებულ ნარატივში ჩავშებით ამათ გონიათ რომ აი ეს რაც თქვა ქართულმა ოცნებამ ევროპასაც არა მარტო ჩვენ გვჭირდება ევროპა არამედ ევროპასაც ვჭირდებით ჩვენ სწორი აღნიშნა თამარ შერგოლიშვილმა ამათ გონიათ რომ საქართველოს ღირებულებების თვალსაჩინო კი არ ჭირდებათ ევროპელებს ამათ გონიათ როგორც ამაყופებს არამედ რაღაც ტრანზიტი გაიარა გამოიარა ვივაჭრეთ რაღაც ახაშენ 2 კაპიკი ახაშენ 4 კაპიკი 9 კაპიკი მედამრჩება 5 თეთრი ბიზნესზე და 5 თეთრიდან 2 თეთრი ჩავიდა ვაჭრუკანები არიან არა და საქართველოს ჭირდება რასაკვირველია დასავლეთს პირველ ყოვლისა ჭირდება არასწორი სიტყვა საქართველოს არის დასავლეთის ნაწილი არის დასავლეთის ნაწილი უნდა იყოს დასავლური სივრცის წევრი ნაწილი აქ ორგანიზაციებს გულისხმობ პირველ ყოვლისა ევროკავშირსა და ნატოს და ჩვენ ისტორიულად ვართ აქ ვიყავით ვართ და ვიქნებით ოღონდ ესენი აჩერებენ და ამ ეს ყველაფერი დახყავთ რაღაც ვაჭრუკანულ დონემდე რომ მოდი ახლა მე რაღაცა ავტობანი გავაკეთე მოდი 7 ტრაილერმა გამოიაროს და აი ამიტომ გჭირდები მე შენ რომ უზბეკეთში ჩაიტანო იტალიური რაღაც პროდუქცია ან იტალიაში ჩამოიტანო რაღაც ყაზახური პროდუქცია ხო არა მნიშვნელოვანია შუა დერეფანი როგორც ასეთი მაგრამ ამიტომ არა ეს არ არის საქართველოს ფუნქცია თავარ ფუნქცია საქართველოს თავარ ფუნქცია არის იყოს და ახლა ვიწყებ თავარ წინააღმდეგობას ალბათ საქართველოს თავარ ფუნქცია არის შემდეგი ის იყოს რუსეთთან წინააღმდეგობის პირველ ხაზზე წინააღმდეგობაში მაინც და მაინც იარაღს არ გულისხმობ თუნდაც ვერბალურ ფილოსოფიურ წინააღმდეგობას გულისხმობ ეს არის ჩვენი მისია და ბიზნეს ივანიშვილმა მისიის მიკრინება დაიწყო და ამიტომაც დაენრო თქვა ის რა ქვია YouTube-დან ბლოკავს ამიტომ ესე უნდა თქვა ესე ვიტყვი თქვენ დაამთავრეთ ხევა ნახვამდის